და ეს არის რომ ერთი კიდე ხო ბრონირებული ის ნელა კაბინა სადაც ხო დადგა 2008 წლის შემდეგ პრობლემური გახდა იარაღის შეძენა, თუნდაც რამდენიმე თვე გასწავლა ამან, მაგრამ რამდენიმე თვე გვასწავლა ჭკუა და მივხვდით, რომ არავის იმედი არ მქონდეს ხშირად საკუთარი თავის გარდა. და ჩვენ მქონდა მაგალითები პატარა ქვეყნების, რომელთაც კერძოდ სინგაპურის და ისრაელის, რომელთაც დააწყეს თავის სამხედრო წარმოება პრაქტიკულად ნულიდან და მაშინ ყველა ერთად დავსხედით, მივიპოვეთ სამხედრო ინჟინრები, შემდეგ ამას ბაბაში ბაჩოჩა ერთო ძალიან ინტენსიურად და ის არსებული ინდუსტრიული ბაზა გამოვიყენეთ და რაც თავარია არსებული ინტელექტუალური რესურსები და აღმოჩნდა, რომ შეგვძლებია გაკეთება. ეს არის უკვე მაღალტექნოლოგიური ქართული წარმოება. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ეს სულ უფრო გაუმჯობესდება და მე თუ ამის გაკეთება შეგვიძლია, ძალიან ბევრი ინდუსტრიული რაღაც გაკეთება შეგვიძლია. მარტო რამდენიმე 1000 კაცი საქართველოში მუშაობს უკვე ესეთ რაღაცების წარმოებაზე, მუდმივად არის დასაქმებული. მაგრამ ეს ხო განვითარდება ახლა, ხო დაიხვეწება, ინდუსტრიული ბაზა მიყვება. ახლა ეს შევხვდით სარტილერიული დანადგარი და ახლა უახლოეს პერიოდში ჭურვების გამოშვებას დავიწყებთ ამის რაკეტების, იმიტომ რომ თავარი პრობლემა იყო თხევადი საწვავი და ეს პრობლემა პრაქტიკულად ქართული ინჟინრების მიერ არის ამ ტიპის რაკეტების უკვე პრაქტიკულად არის გადაწყვეტილი. თქვენიც რომ საფრენ აპარატები გამოუშვეს ჩვენება, იცით რომ მუხლუხიან ჯავშან ტექნიკა გამოუშვეს, რომელიც აღემატება ძველ საბჭოთა ანალოგებს თავის პარამეტრებით. ამიტომ ეს არის საამაყო, რომ ჩვენ ეს შეგვძლებია. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვერთობით ძალიან ბევრ საერთაშორისო თანამშრომლობაში, ძალიან ბევრი ახალი პერსპექტივა გაჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარების თვალსაზრისით, აღჭურვის თვალსაზრისით, მაგრამ რაც უნდა პერსპექტივები გაჩნდეს, არასოდეს საკუთარზე არ უნდა თქვა უარი. იმიტომ რომ ჯერეთი სხვა თუ არაფერი, ეს გვიჯდება ბევრად უფრო იაფი. აი ჩვენი ჯავშან ტექნიკა მაგალითად გვიჯდება 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ იაფი ვიდრე უცხოური ანალოგები. და აღარ ახარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც არ მოგატყუოს, ან ვიღაცამ ინფორმაციას სხვას არ გაუზიაროს, ან ვიღაცამ გადამწყვეტ მომენტში უარი არ გითხრას, არ შეგიჩეროს ამის მოცემა. ეს შენია, შენ აკეთებ, შენ თავზე ხარ დამოკიდებული და ამიტომ ეს ყოველთვის უფრო დაცულია, მით უმეტეს ჩვენისგან ქვეყნისთვის და ამას ყოველთვის აქვს აზრი. რა თქმა უნდა, წლები დაჭირდება, დრო დაჭირდება, ეს ყველაფერი უცებ არ ხდება, მაგრამ რაც უფრო მეც გავაკეთებთ, მით უფრო მაღალტექნოლოგიური გახდება ჩვენი წარმოებები და ასევე ეს არის ასევე დიდი საექსპორტო პროდუქცია. ჩვენ ასევე შეგვიძლია ესე, აი როგორც თქვენი ადრე აკეთებდნენ და 4 მაგ, 5 მაგ, 10 მაგ ფასებში მოკიდნენ ხოლმე. ახლა ჩვენ გავაკეთებთ და უფრო ძვირ ფასებში გავყიდით უცხოეთში. ესე იგი ეს მარტო ის კი არა, რომ ჩვენი არ მიაღჭუროთ. რაღაც ეტაპის შემდეგ ჩვენ არმიისთვის საკმარისი მეტი გვექნება ეს ყველაფერი. მე უნდა გავუშვათ ეს ყველაფერი უცხოეთში, როგორც ამას აკეთებენ ის ქვეყნები, რომელიც აწარმოებენ ასეთი ტიპის შეიარაღებას.